მიდაგვირებოთ თქვენ სწორად აღნიშნეთ, ძალიან ბევრი რამ ისეთი ხდება, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღება შუალედურის და საბოლოოდ სასამართლოში, რაც პრაქტიკაში არ არსებობდა. ეს ყველაფერი განპირობებულია ხელისუფლებაში მყოფი პირების სახელმწიფო მართვის სტილთან მიმართებაში. ალბათ თქვენთვის კარგად არის ცნობილი ტერმინი მაფიოზური სახელმწიფო. ეს არის აღნიშნული მმართველობის იმ სტილისა, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო თავიდან ბოლომდე გაჟღენთილია კორუფციით და სიმბიოზშია ორგანიზებულ დანაშაულთან. მმართველობის ეს სტილი, რაც დღესაა დამკვიდრებული საქართველოში, თავისთავად გამორიცხავს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს და პირიქით დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში ვერ იარსებებდა ამ მოდელის მმართველობა ჩვენ ქვეყანაში. შესაბამისად, გადაწყვეტილებები ჩემთვის ალბათ მთავარს უფრო მეტი გამოცდილება აქვს ჩემზე და ის პერიოდი ახსოვს უზენაეს სასამართლოში ჩემამდე რაც იყო, მე არ მახსენდება, მე მაშინ მუშაობდი თანაშემწედ უზენაეს სასამართლოში, მე არ მახსენდება მსგავსი პროცესის მიმდინარეობა და მსვლელობა და შედეგი და გადაწყვეტილებები წარმოუდგენელი. მიმდინარეობა და მსვლელობა გულისხმობთ ტემპს თუ გულისხმობთ? არა, თუნდაც გუშინდელი მაგალითი. საჯაროობა ეს არის პირველი პრინციპი, თუმცა არის ყველასთვის თუ არ არის დახურული კანონის შესაბამისად, ყველასთვის მსურველისთვის ხელმისაწვდომი დარბაზიდან გამომდინარე. შერჩევას დარბაზების თქვენ ნახეთ არის სპეციალურად იმ ზომის, სადაც დამსწრე საზოგადოება შეიზღუდოს, რაც შეიძლება შეზღუდული საზოგადოების პირობებშიც კი აი ეს უსამართლობის შიში, რომელიც ეუფლება ნებისმიერ მოქალაქეს, ამის შიშმა გუშინ დააკეტინა საერთოდ აი წარმოუდგენელი რაღაც გააკეთეს ტერიტორია სასამართლოს. ხობის ჩაკეტვა სასამართლოს მე არ მახსოვს თუ გაიხსენებს ვინმე ისტორიაში არ ვიცი. ეზოში კი არ გიშვებია შემთხვევაშიც. აი წარმოიდგინეთ, ეს არის საჯაროობაზე აღარ არის საუბარი. აქ ის შიში რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს და ამას რა შეიძლება სამართლიანად მოყვეს, ეს მასაც გამხილულ მოსამართლესაც ხელმძღვანელობასაც ეთყობა გააჩნია. ამიტომაც იკეტება და გადაწყვეტილებები, რომლის პრეცედენტს ვერ ნახავთ. 18 წლის გოგონა თმენის ვალდებულების მქონე პირის საჩივრის საფუძველზე გაუშვა თუნდაც 12 დღით ციხეში, თან ეს ხო მოხდა ამსაჯელის ხდება იზოლატორში და არა ციხის პირობებში. უფრო მკაცრი რეჟიმია თავისუფლების აღკვეთის, ვიდრე ციხეში სასჯელის მოხდა. წარმოუდგენელი. იზოლატორში გაშვება? იზოლატორში არის. დიახ. ჯერ თავისუფლების აღკვეთა. სიმკაცრეს რა განსაზღვრავს? იზოლატორის პირობები არის უფრო მკაცრი და დაკეტილი. ჯერ სამარტო საკანში ხარ 12 დღე, მეორე ეს იხთი ან სპეციალურად განკუთვნილ ტერიტორიაზე მკაცრი თავისუფლების აღკვეთის პირობებში. შესაბამისად. ამ სტუდენტების შემთხვევაში ასე მოხდა. სხვების შემთხვევებშიც რამდენიმე დღიანი პატიმრობა. ადმინისტრაციული პატიმრობა თავისთავად გულისხმობს იზოლატორში მოხდას ამ კი ბატონო. სახთელის.